დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს სხდომა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და სხვა 9 ბრალდებულის მიმართ გეტყვით იმას, რომ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და ისინი პატიმრობაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, ხოლო პროკურორები ითხოვდნენ აღკვეთი ღონისძიების შენარჩუნებას. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მხრივ არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები დაცვის მხრიდან და სწორედ ამიტომ ეს აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეცვლილიყო. ისინი თვლიდნენ, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაში შეცვლის შემთხვევაში კონკრეტული პირები მიმალულიყვნენ და ასევე ახალი დანაშაულიც ჩაედინათ, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ განაცხადეს, რომ მათი მტკიცებულებები, კონკრეტულად კი ბრალდების მხარის მტკიცებულებები იყო აბსტრაქტული და ისინი საუბრობდნენ ასევე ალტერნატიულად თუ იმ შემთხვევაში თუ აღკვეთი ღონისძიება არ გაუქმდებოდა, ამ შემთხვევაში გირაო მაინც შეეფარდებინათ და მათ ჩვენთან საუბარში ისაუბრეს სწორედ გარემოებებზე, რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზში. ჩვენთან კომენტარი გააკეთა როგორც ადვოკატებმა, ასევე პროკურორმაც. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მიუთითა, რომ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რასაც ასევე აპელირებდა ბრალდების მხარე, ასევე დაცვის მხარე უთითებდა გარკვეულ გარემოებებზე დანაშაულის კვალიფიკაციაზე, თუმცა ბრალდების მხარემ ყველა აღნიშნულ კითხვას ბუნებრივია გასცა სამართლებრივი პასუხი. მათი ერთობლივი ქმედების შედეგად გამოწვეული იქნა სხვადასხვა ზიანი, როგორც ფიზიკური, ასევე ქონებრივი, არაერთ პირს მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე დაზიანდა არაერთი უწყების კუთვნილი ქონება და შესაბამისად ბრალდების მხარე მათი ქმედება დააკვალიფიცირა როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა და ყველა ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. სასამართლომ განმარტა, რომ აღარ არსებობდა იმ მოცემულობით მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პატიმრობას. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ არსებობდა ამ საქმეზე, რასაც თავიდან ბოლომდე ვერ ვეთანხმებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რომ მათ მიიღეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ბრალდების მხარემ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი. ჩვენთვის გაუგებარია, რატო იქცევა სასამართლო იმ მოცემულობით, როდესაც მართლა არსებობს დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა და არ აკმაყოფილებს მუდმივად არაერთ დასაბუთებულ შუამდგომლობებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არანაირი არგუმენტი, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვებულიყო, სამწუხაროდ მიწევს იმის თქმა, რომ მოსამართლისგან ველოდი ამგვარ გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღემდე არანაირი პოზიტივი, არანაირი ნათელი წერტილი არა მხოლოდ პროკურატურის მხრიდან, არამედ სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ამ საქმეში და მივიღეთ ის, რასაც ველოდით, სამწუხაროდ არარსებული ფაქტების, არარსებული არგუმენტების პირობებში მოსამართლემ დატოვა პატიმრობაში 11 პირი, რომელი გადაწყვეტილებაც არის დაუსაბუთებელი და მიკერძოებული ბუნებრივია, შესაბამისად არ ვეთანხმებით არც ერთი ჩვენგან. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე აპელირებენ ონისე ცხადაძესთან მიმართებაში იმ პირობებში, როცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ონისე ცხადაძის წარსულში სასამართლოებას. შესაბამისად ეს დასაბუთება არის აბსტრაქტული. გეტყვით ასევე იმასაც, რომ როდესაც ბრალდებული ჯანოარჩაია მოსამართლემ სასამართლო სხდომიდან გააძევა, შემდგომ უკვე სხვა ბრალდებულებმა დაიწყეს თავისი სიტყვის წარმოთქმა, ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ ჯანოარჩაიას და ამას მოჰყვებოდა ტაში, მათი ოჯახის წევრებისგან, მხარდამჭერებისგან, მეგობრებისგან, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში და მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სასამართლო ნაწილობრივ დახურულად ჩატარებულიყო და გამოუშვეს იქიდან ხალხი, რომელიც ამ სასამართლოს ესწრებოდა, ამას კი მოჰყვა სტვენა, ხალხი გაღიზიანდა და ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი, თუ როგორ გამოვიდა იქიდან ხალხი და საბოლოოდ მათ მოუწიათ ეზოში ლოდინი გადაწყვეტილების, რომელიც დღეს უკვე მოსამართლემ მიიღო 10 საათიანი განხილვის შემდეგ.
უცბად გახდა ყველა ძალიან აგრესიული, გვაწვებოდნენ, გვეჯახებოდნენ. პრინციპში გვირტყამდნენ, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ არ გირტყამთო. ვიღაცებს ძირს დაეცნენ და გადააბიჯეთ, გადით დროზე. არ ვიცი, მართ საგაუგნებული ვარ. მე ვერ გამომაკ, როდის დაიწყო ეს ჯოჯოხეთი, მაგასაც ვერ მივხვდი. ამ ხალხის ამ რეჟიმის წინაშე მარტო დატოვება არის დანაშაული და ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავიანთ თანამებრძოლებზე. ამ ხალხს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. ის აბსოლუტური იგნორი იმ სამართლის, რომელიც ცხადია ჩვენ თვალწინ და უსამართლობა, რომელიც სასამართლო დარბაზში არსებობს, იწვევს სწორედ იმ ემოციურ მდგომარეობებს ბრალდებულებში და შემდეგ რა თქმა უნდა იქ ზის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და მათთვის ბრალდებულების ემოციური მდგომარეობა ისეთი სულ ერთი არ არის, როგორც მოსამართლისთვის, თქვათ ამ პროკურატურისთვის და შესაბამისად ეს იწვევს უკურეაქციას საზოგადოებაში. დღეს დილიდან შეიკრიბნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და სხვა 9 ბრალდებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები. ისინი ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ, როგორც გითხარით, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ 11 პირი პატიმრობაში დატოვა, გეტყვით იმას, რომ პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას 11 პირს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე გეტყვით, რომ დღეს მტკიცებულებების დაშვების კუთხე არ განუხილავთ სასამართლოზე, რადგან ეს ვერ მოესწრო და შემდეგი სასამართლო პროცესი უკვე დაინიშნა, სასამართლოს სხდომა უკვე დაინიშნა 10 მარტს ორშაბათს 12 საათზე.